ჟურნალისტი კლარა აბრამია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყოფის სამსახურს პირადი მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს. აბრამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შედგენისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას თხოვს. დაპირისპირება ჟურნალისტსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყოფის სამსახურის უფროსთან ნიო ფარფალიასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აბრამიამ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მამის სახელი არასწორად აღმოაჩინა. 78 წლის შემდეგ კლარა აბრამია ალექსანდრეს ნაცვლად ლეონტის ასულად იქნა დარეგისტრირებული. დოკუმენტების გაყალბებას აბრამია საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას და უცხოეთში გამგზავრების აკრძალვას უკავშირებს სააგენტოს ხობის სამსახურის უფროსი ჟურნალისტის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ აბრამიას დაკარგული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღდგენისას მამის სახელი არქივში არსებული მასალების მიხედვით იქნა ჩაწერილი. მამაჩემი არის საშა ალექსანდრე მიხეილის ძე აბრამია. ასეთი ვიყავი 70 წელი, ასე ვიწერებოდი. როცა ჟურნალისტს, რომელმაც 50 წელი იმუშავა პრესაში, წართმევენ სახლს, წართმევენ ოფისს, შეუწყვიტავენ გაზეთის გამოცემას, ესე იგი ტექნიკურად. ისე იმას ეუბნებიან, რომ არ გვჭირდები და წადი. მე მქონდა დასასრული, მე მოსკოვში ცხოვრობდი 27 წელი. იქ მუშაობდი და გადავწყვიტე და დაუბრუნებული ვიყავი ყოველგვარი ხათა ბალისა და სკანდალის გარეშე. ამათ ეშინიათ, რომ ის რაც მე მაქვს დოკუმენტები მძველიდან, ის არ გამოვამზეურო და მიტყვილა არ ეშინიათ. ვერ მოვიძიეთ ალექსანდრეს ვერც დაბადების სააქტო ჩანაწერი და ვერც ლეონტის, მაგრამ რადგანაც მამის სახელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო აქტის ჩანაწერში, ამიტომ იმ ძირითადი დოკუმენტით ვიხელმძღვანელეთ. საკომლოდ ჩანაწერი არ არის ის ძირითადი დოკუმენტი, რომელზეც უნდა დავეყრდნოთ, ეს უპირობო დოკუმენტი არ გახლავთ. ძირითადად ვიხელმძღვანელეთ აქ საშა ეწერა, კი, მამის სახელი ეწერა საშა, მაგრამ ძირითადად ვიხელმძღვანელეთ მისი ოჯახის წევრების, ანუ მისი დედმამიშვილის დაბადების აქტის ჩანაწერებით.